მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. ეხლა მე ვარ ალბათ ხვდები ჩაუზღვაზე. იმისთვის ჩამოვედით, რომ ვითევზაოთ გაქცეულ ორაგულებზე, კალმახებზე, არ ვიცი როგორც გინდათ ისე დაარქვით. უკვე ისეთი პერიოდია, როდესაც წესი და რიგით თევზი პასიურობაში გადადის და ძალიან დიდი რაოდენობა დაჭერილი ყავთ, მაგრამ მე რა თქმა უნდა ვეცდები, რომ აი შედარებით ისეთ გაპასიურებულ და შეწვავებულ თევზზე მაქსიმალურად კარგი შედეგი დავაფიქსიროთ. სილიკონის სატყუარებით ვითევზავებთ, ესეთი თეთრი ვარდისფერში. წესი და რიგით არ ვიცი, იმედია რომ გაამართლებს. 2500-იანი კოჭა ლეგალისის დაივა. Mavlos's ბრენდის, იცით ალბათ რომ ჩინურ ბრენდს მე ძალიან კარგად ვიყენებ, ეს არის Mavlosi, რომელიც ვფიქრობ რომ ძალიან კარგი ჯოხები არის თავის საფასო კატეგორიაში. ძალიან ბევრ ბრენდს უწევს კონკურენციას თავის ფასში და ნახოთ როგორ დაიჭერს Mavlosi კალმახებს, ორაგულებს და თუ დაიჭერს საერთოდ ჩვენი სილიკონები. 1 გრამამდე ტესტის ჯოხი მაქვს და ძალიან ინტერესით ვუყურებ პირველ თევზაობას ამ ჯოხით შავ ზღვაზე. ზოგადად შავ ზღვაზე რა თქმა უნდა ძალიან იშვიათად ვევზაობ, ჩემი სამსახურიდან გამომდინარე ხშირად ვერ ვახერხებ აქეთ ჩამოსვლას, თუმცა აი დღეს მოვახერხე და ძალიან მიხარია. დღეს არის 3 იანვარი 2025 წლის და დეკემბრის დასაწყისში იყო რაღაც საგიჟეთი აქ. თითქმის ყველა ადამიანი მაგრა დიჭერდა, თითქმის ყველა გადაგდებაზე 2 კილოიანებს, 3 კილოიანებს, კიდევ უფრო დიდებსაც, პატარებსაც და მაგარ დროს ატარებდნენ მოკლედ და ჩვენ უკვე ისეთ პერიოდში მოგვიწია ჩამოსვლა, როდესაც გაპასიურებულია. არ ვიცი რეალურად სად შეიძლება იდგეს კალმახი. ამიტომ ვართ ბედის ამარა დარჩენილები. იღბალზე ვარ დამოკიდებული, თუ გაგვიმართლებს კალმახსაც დავიჭერთ აუცილებლად. დავშვით. კაი დიდია. კაი დიდია. დაინახეთ ალბათ. ვაცადოთ ცოტა ხანი დაიღალოს. ჯანზია. მოდი ქვებთან არ უნდა გაუშვათ. არც ერთ ვარიანტში. მოდი. გიჟი თევზია რა. სახოლ! ბრავო! მადლობა დიდი. გაიხარე. ძალიან მაგარი ზომა. აგერ ესეთი კალმახუნა. დაჯდა. შენიერი. მადლობა. აიხარე. ესეთი კალმახუნა კიდე ერთი. ჰოპ. ეგ არის. არც ისე დიდია. ესეთი პატარა ჯიგარი. არი. რა სურტყავს ბიჭო. არი. GoPro სნიმაი ვიდეო. იღებს GoPro-ს, დავშვით პატარა, მაგრამ საჭმელად წავა. ესე შენიერი. ესეთი პატარა კალმახი. შესაწვავად იდეალურია. მოძრა.
გადამირტყა. არის. ავშენ. არის კალმახუნა. დავიჭირეთ. აბა. ესეთი კალმახუნა დავიჭირეთ მეგობრებო. შენიერი. გაჩერდი, კარგი. ესეთი ზომა შვენიერია. ნამდვილად შვენიერია. ესეთ სილიკონზე. შვენიერი თეთრი ვარდისფერში ძალიან კარგი იმუშავა. დავსვით მეგობრებო. მარა პატარაა. ძალიან პატარაა. მაგრამ ამოვიყვანთ. არის. პატარა კალმახია, მაგრამ რა თქმა უნდა, ძალიან კარგია. დარწმუნებული ვარ, ძალიან გემრიელი იქნება, ამიტომ შევინახოთ და საღამოს მოვამზადოთ აუცილებლად, კი ნახავთ წყალში ჩამივარდა. აბა გავაგზავნოთ, იმედია უფრო წარმატებული და თან დიდი ზომები იქნება. ბიჭო რა კარგი ზომა. ძალიან მაგარი ზომა. გაწყვიტა. ძალიან მაგარი ზომა. ქვებისკენ მიიწევს, რომ იქნებ რამენარიად გაჭრას. Começi. კარგად აქვს გამოდებული და მაქსიმალურად მოვეცადეთ რომ ამოვიყვანოთ. კარგი ზომა ხარ შენ. წაიღო. ცოტას დაიღლება და ჩვენი ბიჭია. მოდი. დამინახა და ეხა გაგიჟდება. ეგარი. ძალიან მაგარი ზომაა. ძალიან მაგარი ზომა. ესეთი კალმახუნა. სასწაული ზომა. ესეთი. მაგრადი ბრძოლა, ნუ ნახავთ თავისთავად, ნახავდით კადრში. ზამაგრადი ბრძოლა. შვენიერი, იმედი მაქვს კიდე დავიჭერთ. გავაგზავნოთ. ესეთი კალმახი. აი ზომა. დავსვით. აგეხმარო თუ შენი? უნდა დამეხმარო. მოვიყვან. ძალიან დიდი არ არის, მაგრამ არც პატარა არ არის. არა, კაი ზომაა. ფრიქციონი მოუშვათ, ხედავთ ალბათ მეგობრებო კადრში. უნდა რომ გაიქცეს, რა თქმა უნდა. არც ისე დიდი. კილოგრამი ალბათ მეტი არ მგონია. აქვებზე არის საშიში ყველაზე მაგრად, იმიტომ რომ გაქცევა. არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ ქვებში არ გადახლართოს, გაგიჟდა. გადაირია. მოდი აქ. ეგარი. კილოგრამი იქნება რა მეტი არ მგონია. 1 კილო.
ინდიზური. ესეთი კიდე ერთი კალმახი უნდა დავიჭირეთ. შვენიერი ზომის არის, კარგად იბრძოლა, კარგად გვასიამოვნა. ნებსკავი გამოვუღოთ. ძალიან კარგად ქონდა. ამის გამოღების საშუალება არ არსებობს, შანსი არ ქონდა. აჰა, ძლივს ვაძრობ მე ხელით და გამორიცხული ამას. ვერ გამოიღებდა, ისეთი ჯიგთავია. გამორიცხულია, ამას ვერ გამოიღებდა, ესეთი მწვანე სილიკონი. მოკავით მეგობრებო, ვასრულებს თევზაობას. საკმაოდ კარგი თევზაობა გამოგვივიდა, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ როგორც ნახეთ, დავიჭირე, არ ვიცი, ვერ დავთვალე, მაგრამ დაახლოებით 10-12 თევზი, კალმახი ორაგული, არ ვიცი, როგორც გინდათ ისე ჩათვალეთ. ნუ რეალურად წითელი ხორცი აქვს და როგორც გვეუბნებიან, ეს არის ორაგული. მოდი დავარქვათ ჩვენც ზღვის ორაგული, რომელიც გაქცეული არის თურქეთიდან. თურქეთში არის ბასეინები და იქიდან გაიქცათ, მოკლედ კომერციული სახის ბასეინები არის, ყიდიან, ამრავლებენ, შესაბამისად იქიდან გაქცეული თევზი გაველურებული არის ფაქტიურად და ძალიან მაგრად იბრძვის, რაც კადრებში ნახეთ კიდევაც. მე კმაყოფილი ვარ, ძალიან მომეწონა თევზაობა შავ ზღვაზე, ორაგულზე, ასე რომ იმედი მაქვს, რომ თქვენც მოგეწონათ და ვისაც მოგეწონათ, გთხოვთ რომ დაალაიქოთ ჩემი ვიდეო, აუცილებლად გამოიწეროთ არხი, ვისაც ჯერ კიდე არ გაქვს გამოწერილი, ზარის ღილაკიც გააქტიუროთ, იმიტომ რომ არ გამოტოვოთ ახალი და საინტერესო ვიდეოები. მე კი ვეცდები, რომ უფრო და უფრო საუკეთესო ვიდეოები შემოგთავაზოთ. ახლა კი დაგემშვიდობებით ესეთი სილამაზიდან. აბა ჰე, აბა ჰო, შევხვდებით ძალიან მალე.